გამარჯობა, ძალიან რა ვიცი, საოცარ ფაქტს უნდა გამოვეხმაურო, რა საოცარ ფაქტს რა საქართველოში მართლა საოცრებების ქვეყანაა და უცნაურია, შეიძლება ეგრევე მოხდეს, ყველაფერი ლოგიკურად სწორად ხდება. მოკლედ ელისაშვილი რო დაიჭირეს, ახლა დაიჭირეს, თურმე დილას გამთენიისა სასამართლო შენობას წავდა ბენზინით რა. ხო და თუ ოდესმე ცხოვრებაში იმ გორილა პაპუაშვილს რამეში დავეთანხმებოდი არ ვიცი, მაგრამ ვეთანხმები ტერორისტულ აქტს აწყობდა. იცით რა არის? ელისაშვილი ადგება და იტყვის მე ოპოზიციონერი ვარო და გამოუშვებენ და პაპუაშვილი და მისი ეგრეთ წოდებული სასამართლო არ ადგება და მაგას ტერორისტული აქტის მოწყობის გულისთვის არ გაასამართლოს. მოკლედ როგორი სიტუაციაა, იცი, რასაც ვთესავთ, იმას ვიღებთ და რა გვაქვს, ეს ლოგიკის გაკვეთილი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი მომენტი და აი ეს არის ყველაფერი გამოწვეული ჩვენი პასიურობიდან გამომდინარე და ამ პასიურობის შემოქმედი არის ქართველი ერი, რომლითაც მე სარგებლობს ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება და შენ დაუკარ და სოფელი აშენდება რა. აი გასიმართლე. ასე რომ ამ მოწყობილ თეატრს შემოკარგებულ მოაყვებით, იდარდებთ ნამეტას, იმაზე იდარდეთ იქ რომ შვილების გულისთვის პური რო არ ქონდა და კაცმა მოიპარა და ციხეში ჩასვეს, იმნაირ კაცს რა ეშველება ამ სოციალური სამართლის მიღება. ელისაშვილი, ქართული ოცნება, პაპუაშვილი თავს გაიტანენ იდეალურად. მადლობ ყურადღებისთვის.